Icon Productions-ი წარმოგიდგენთ. რელიზი მომზადებულია სრულად Colm-ის მიერ. Irish Dreamtime Limited-ის და Infinity Pictures-ის ნაწარმოებს. Siam Films-თან ერთად. Mike Barker-ის ფილმი. Pierce Brosnan-ი. Gerard Butler-ი. Maria Bello. ფილმში გამოსასყიდი. ასევე მონაწილეობენ კლოდეთ მინკი, კოლემ კიტრენი, პიტერ კელეგანი და ნიკოლას ლი. კომპოზიტორი რობერტ დუნკანი. ოპერატორი ეშლი როუ. სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა. მივხვდი. და არ გამომივიდა, მეგონა გეცინა. და ხმაურზე გამეღვიძე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დაბადების დღეს გილოცავები. ვიღაც გვიყურებს. საყვარელო. გაგაღვიძეთ? გაგაღვიძეთ არა? მაპატიე. მეც და ჩემი ბაჭიაც. მაპატიეთ გოგონება. დამნაშავე ვარ. მოდი ჩემთან. წამოდი დავიძინოთ. წამოდი. წავიდეთ, კარგი. დავიძინოთ. სცენარის ავტორი მაიკ ბარკერი, რეჟისორი მაიკ ბარკერი. ახლა ვემოვა. გამარჯობა. გამარჯობა. გილოცა. როგორ ხარ? კარგად. კიდევ ერთი წელი მოგემატა არა? ჯერ ერთი დღე. აჩვენე? ნილმა მაჩუკა მოგწონს? ღმერთო რა ლამაზია. საჩუქარი მეც მოგიტანე. რატომ შეწუხდი? იმიტომ რომ შენი დაბადების დღეა. ნახვამდი სოფი. გინდა გაგაცინო. ოჯახის კაცია, მე თვითონ მკითხა. ცოტა უცნაურია. შენს ყოფილ ბოიფრენდს გავს? ხო, გავს. საყვარელო, ნახე რა მომიტანა მოგწონს? ძალიან კარგია. ქალბატონებო. იმედია უკვე შეთანხმდით ხოლსაყიდლებზე რომელზე მედიხართ. საკრედიტო ბარათი დაგვიტოვენილ. კარგი. ხვალ თქვენს ძიძას მძიმე დღე ექნება. სამაგიეროდ ჩვენ გავერთობით. ხო. უნდა წავიდე. კარგად. არ მოიწყინოთ. კარგად. დაიანა, იმედი მოქვს მოგისრებთ. დროებით ნილ. ჩემი აზრით არაჩვეულებრივი ქმარი ყავს. იმედი არ ცდები.
სიმპათიური ხარ, ძალიან სიმპათიური. მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხარ? ხო, მივდივარ. 2 წელი. 2 წელი ვცდილობდი, რომ SP-თან გარიგება დამედო. იმ იდიოტებს იმდენს ვუღიმოდი, რომ ყბები მდგიოდა. შეფმა კი საქმე შენ ჩაგაბარა. და შენც ერთ დღეში მოაგვარე. ეს როგორ მოახერხე, ნილ? ახლა ვეკითხი, რასაც ვაპირებ. ეს 4 საათზე თათბირზე რონსონის საკითხი დგება. მე უარს ვიტყვი და შენ დაგითმობ. გინდა? ელექტროაპარატურაში ვერ ვარკვევი. რა სიტყვი? ები მითის, რომ იდეალური არ ხარ. შევეცდები არც გაიგოს. ეგ შენზე არ არის დამოკიდებული. ამ სარეკლამო კამპანიას დიდი რეზონანსი მოყვება. ნაციონალურ არხებზე გავა. ყველა ნახავს და აღტაცებულები დარჩებიან. ჩვენი კონკურენტების გარდა, რა თქმა უნდა. საწყალი ნაბიჯრები. მოკლედ, ნილ, წყინვალედი მუშავე. მაგარი ხარ. SP-ნის სარეკლამო რგოლები გენიალურია. გმადლობ. მიკერის სარეკლამო სააგენტოში შურისგან გასკდებიან, მაგრამ მაინც არაფერი ეშველებათ. ინფორმაცია ხომ არ გაჩვენა? არა, გამორიცხულია. კარგი. 5 საათამდე ალბათ აღარ დაგჭირდებით. ნაბადროებით. ხოჭა. კარლ. რონსონის რეკლამაზე მინდოდა მეკითხა. ისმენ. ვიფიქრე, უკეთესი იქნება თუ რომელიმე დაველაპარაკებოდით. არა მგონია ასე ადულად დაგთანხმდნენ. კარგი. ვინ გინდა რომ გავუშვათ? რა ვიცი, რა სიტყვი? ჯერი შენ მიხედავ? ხო, თანახმა ვარ, სიამოვნებით. არა. შენ წადი, ნილ. ჯობს ეს საქმე შენ მოაგვარო. რა ვიცი, ასე გირჩევნიათ? ჯერი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ? მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ძალიან კარგი. კარგი, ყველაფერი გამოგდის. შენთან რაღაც საქმე მაქვს, ნილ. სერიოზული საქმე. ცოტა ხნით ხსალია? ნილ რენდელის ოფისი. ჯუდი, ები ვარ. გამარჯობა, მისის რენდელ. დაბადების დღეს გილოცავთ. გმადლობ. შეიძლება ნილს დაველაპარაკო. კარლის კაბინეტშია, დაელოდებით? ალბათ ისე უეკენდის გეგმებზე ლაპარაკობენ, არა? დიახ, მე მგონი. დღესაც გვიანობამდე დატოვებს? არა, არა მგონია. ძალიან კარგი. საღამოს რაღაც მოხს დაგეგმილი. ჯუდი, შეიძლება რაღაც კითხო? დიახ. ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს. მის დაწინაურებას ხომ არ აპირებს? რამდენადაც ვხვდები, მგონი ხო? ისე უმაჯობე, ნილ. გამეთქვა. ჯობს უფრო აქტიური იყო. მეტი ინტერესი გამოიჩინე. იმედი არ გეწყინება, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მე არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა, გესმის? ხო, მართლა ასე იყო. ძალიან მეწოდება, მაგრამ რა ვქნა? კარგი, კარგი. დღემ როგორ ჩაიარა? კარგად. კარგი, უგემრიელესი იყო. რაც მოწევას თავი დავანებე, გემოს უკეთვადან. ჩვენი სიმღერაა. რაზე ფიქრობ? დაცდურა. ხოლმე შაბათ-კვირას შინ დარჩები. ძალიან მინდა. მაგრამ ვერ შევძლებ. კარგი. კარგი. გაგეხუმრე. გაგეხუმრე. ვიცი სამსახური შენთვის რამდენს ნიშნავს. როგორც ჩანს შენი შეფი, თანამშრომლებს ხშირად ებატიჟება ხოლმე თავის აკარაკზე. ჩემი სამსახური ჩვენთვის ორივესთვის მნიშვნელოვანია.
ხო, ორივესთვის. სოფი. სიხარულო. ვალაგებ. ეს ძალიან გიხდება. ჩემი შეების მოხიბლას არ ვაპირებ საყვარელო. სამაგიეროდ ჩემზე იფიქრე. მე გავაღებ. სამი ხდება. უნდა ვიჩქაროთ, დაიანა გველოდება. გამარჯობა. მე ელენ შრაივერი ვარ. სააგენტომ გამომგზავნა. მოგწონდით, ცოტა ადრე მოვედი. არა უშავს. ეს ჩემი მეუღლეა ნილი. გამარჯობა ელენ. გამარჯობა. შენ სოფი ხარ არა? ეს ელენია. გახსოვს რომ გითხარია მაღამ შენთან დარჩება მეთქი. გამარჯობა. ეს ვინ არის? შერიფ ქვია. ერთად ვთამაშობთ. შეიძლება მეც ვითამაშო. კარგი. ვიდეა ჩვენ ელენს როგორ იაუზია უშენე შერის. ნამდვილად უსკავს. რა იყო? ცოტა ბებერი არა. მეგონა უფრო ახალგაზრდას გამომიგზავნიდნენ. ახალგაზრდა? და იცი რა სიზამდა? მთელ ღამეს თავის ბოიფრენდებთან ტელეფონზე ლაპარაკში გაატარებდა. ან სახლს დაწოვდა. კარგი. ძვირფასო. შეგიძლიათ წასვლამდე ბრატასპერანგი დამიუთოვო. ამას მთელი დღე მოვუნდები საყვარელო. ეს ბაჭია. ტელევიზორს ერთად უყურებთ ხოლმე. ნახვამდის საყვარელო. ნახვამდის დედიკო. ჭკვიანად იყავ. წავედი საყვარელო. მამიკოს მოენატრები. ნახვამდის. დედას არ უთხრა. კარგი. ნახვამდის მამა. ნახვამდის. ჰელენ. ჩემი ცოლი თუ ადრე მოვა კარი არ გაუღო. ნაბრძანები აქვს დღეს გვიანობამდე კარგი დრო გაატაროს. კარგი. საყვარელო. საპარსი ჩავდე? შენ არა მე ჩავდე. უშენოდ რამე შველებოდა. ნახვამდის სიხარულო. მომენატრები. I'll be there in 20, Diane, okay? 20 წუთში მანდ ვიქნები, კარგი? Got a promotion to get. მგონი გითხარი ნილი სხვაგან გადაყავთ. Okay, bye. კარგი დროებით. ამის თქმა ჯერ ადრეა საყვარელო. არ ვიცი მეტელეობა შეუმთავაზებს თუ არა. ნახოთ რა იქნება. შეიძლება უბრალოდ სააგენტოზე დავილაპარაკო და მეტი არაფერი. იმედია მივაგდებ მის აკარაკს. რაზე ფიქრობ? რამდენი რამ შეიცვალა? ასეა. კონტაქტები რომ ყველაფერი გვექნებოდა. დენერში ცალ-ცალკე ცხოვრებას ასე არჯობდა. ახლა ერთად ვართ. იცი კიდევ რაზე ვფიქრობ? სააგენტოებს ხომ არ დავუკავშირდე მეთქი. გინდა ფოტოგრაფიას დაუბრუნდე? ხო. მაგრამ ამჯერად სტუდიაში მოვაწყო ფოტოსესია. რო წავიდა ბევრს რომ მოგზაურობდი. მე ხელს რა გიშლის? წინააღმდეგი არ ხარ? პირიქით, კარგი აზრია. მეცაზე. გასაკეთებ, საჭეს ხელი მოკიდე. საჭეს ხელი მოკიდე. რა გინდა? რაც მინდა უკვე მაქვს. რა გინდა? მითხარით რა გინდა? რაც მინდა უკვე მაქვს. გასაკეთებ. სისულელი არ ჩაიდინოთ. შვიდად, არ გაინდე. შვიდად. შვიდად ვარ, შვიდად. ეს შენ. გამოვარცხე. მიდი. სოფია. სმეთო, რა ხდება? არ დაილაპარაკები? გასაკეთებ, გაჩუმდი, მოკეტე. მოკეტე. ხო, დაგინდა. დაილაპარაკე. სოფი. გამარჯობა, საყვარელო, მე ვარ. მომისმინე. ეს მხოლოდ თამაშია, გესმის? შეგეშინდა ჩემო ბატონო. მისმინე. რასაც ქალბატონი გეტყვის, ყველაფერი გააკეთე. საკმარისი, მომეცი. ჩემ შულს უნდა დავილაპარაკო, საკმარისია, მომეცი ტელეფონი. ღმერთო, ვიცავ ჩვენ შულს თუ რამეს დაუშავეთ. ები, შენი შვილი ფეხებზე მკიდია. რამდენი გინდა? რამდენი გაქვს? 80 თუ 85000, ზუსტად არ ვიცი. $142,367 ზუსტად.
ზუსტად. შენ წადი. მოიცადე. ჩემი ხელმოწერის გარეშე ფულს არ მიცემენ. კარგი. კარგი. არ დაგავიწყდეს აგრისთვის ვარ. თორემ ჩემს მეგობარ ქალბატონს დაურეკავ და შულს ვეღარასოდეს ნახავთ. ყურადღება მიაქცია სისულელე არ ჩაიდინოს. დამშვიდი. ეს ტიპი ვინ არის? არ ვიცი. მართალი იყავი, ძიძა არ უნდა შემოგვიშვა. დამშვიდი. ყველაფერი კარგად იქნება. რამე რომ დაუშაონ? დამშვიდი. რატომ დარეკა? გამარჯობა ები. როგორ ხარ? სიუზან, კარგად. შენ როგორ ხარ? ბავშვი როგორ არის? სკოლაში შეგყავს? კარგად არის, მაბადია, ძალიან მეჩქარება. მოგვიანებით გნახავ, კარგი? კარგი, კარგად იყავი. ასაკეთებ. პოლიციაში ვრეკავ. არა, არ დარეკო. ყველაფერს გააფუჭე. განყოფილება აქვია. არა, მისი მოთხოვნა უნდა შევასრულო. ვიფიქრე რომ? არა, მომისმინე. დამშვიდი და წამოდი. სულ ეს არის. ხო, ეს არის. გონია სოფის სიცოცხლეს ფულის გამო საფრთხეში ჩავაგდებ? უკვე ჩააგდე. მერტო ჩემო. მაბადია. კარგი. ამაზე ნოხარ ვილაპარაკებთ. გამარჯობა. გამარჯობა. თანხის გამოტანა გვინდა. პირადობის მოწმობა დამჭირდება. ახლა. რაში გჭირდებათ? დიდი თანხა გამოგაქვთ. დიახ, თანხა დიდია, მაგრამ ეს ჩემი ფულია. სასაკვირველია თქვენია. მაშინ სწრაფად. დამშვიდი. ყველაფერს თუ გააფუჭებ, კარგი? სოფის გამოგთხოვ. მანქანაში დაბრუნდი. კარგი? მაბადია. ბოდის გიხდით. ჩემს მეუღლეს რაღაც პრობლემები აქვს. კრიზისულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება არ შეგიძლია ნილ. ჩანდაბა. ხომ არ დაგეხმაროთ? არა, ოფიცერო. მაშინ გაიარეთ. ერთი წუთით. დროზე. მაბადიეთ, ოფიცერო. ფული და ბარათები მომეცით. სწრაფად. საფულეებიც მომეცით. შეაჩერე და დამიცადეთ. ფული ხომ მოგეცით? ახლა შვილი დაგვიბრუნე. თელი თანხა მანდ არის. ჯერ უნდა შევამოწმო. რასაკეთებ? რასაკეთებ? ბევრი ფული ქონიათ. ნიო.
ამას რატომ აკეთებ? მერტო, თქვენ გიჟი ხართ. არ გინდათ. ეს ჩემი ფულია, რა შვები? რა შვები? ჯაჯექი. გააჩერე. ჩანდება. გააჩერე. ჯაჯექი. მერტო. ნიო. მარცხნივ დადი. მერტო. მერტო. ალბათ შენი თანამშრომლები გელოდებიან. მოგვირთ რომ არ ჩანხარ. მოდი შენს პოს დაურეკე და გააფრთხილე რომ დაგაგვიანდება. დამაგვიანდება? ჯერ საქმე გვაქვს ნილ. კარლ, ნილი ვარ. მაბატია მაგვიანდება. ები ცუდად გახდა და ვერ მივატოვე. როგორც კი შევძლებ მოვალ. არა, რომ მოვალ მე ამიხსენი. ხო. კარგი, მადლობ. ნახვამდის. კიდევ რა გინდა? შენ. და შენ. დასავლეთ სანაპიროზე გადადი. გამარჯობა დაიანა, ები ვარ. სამწუხაროდ ვეღარ მოვდივარ. იქით. გააჩერე. კარგად მიცნობენ. კლიენტებიც კი მყავს. ხოდა მე ახალი კლიენტი ვიქნები. გამარჯობა, მე მისტერ რენდელი ვარ. გამარჯობა, სერ. სასიამოვნოა რომ კვლავ გვესტუმრეთ. მადლობთ. თავისუფალი მაგიდა გაქვთ? სამნი ვართ. სამუბრძანით, სერ. კურთუქს არ დატოვებთ? არა, იყოს. რას დალევთ? არაფერს, მადლობთ. ერთი ბოთლი კარგი ღვინო. წითელი მირჩევნია, $200. კარგი, სერ. შესანიშნავი ფასებია. შენ რას მირჩევნილ? თავი ვინგონია. კარგი, მშვიდად. ამჯერად ღმერთი ვარ. ღმერთი. გაგოგებინეთ ჩვენგან რა გინდათ? ხშირად ამბობენ, რომ შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. შეუძლებელსაც კი. მინდა გავარკვიო, მართლაც ასია თუ არა. 24 საათის განმავლობაში ჩემს ხელში ხართ მერე? თქვენ შვილს დაგიბრუნებთ. გასაგებია? შეუგვეთავთ რამეს? დიახ. კარგი სტეიკი გაქვთ? დიახ, სერ, სტეიკი დოფინი. კარგი, იყოს. გავსინჯო. გმადლობ. სერ? გონი არაფერი უნდათ. ო, მართალია. მალე უნდა გახვიდეთ, არა? ო, ასია. მოგაცრავად. სად უნდა გავიდეთ? ფული უნდა გადაიხადოთ, მე ფული არ მაქვს. და ეს ჩვენი პრობლემაა? ახლავე აგიხსნით რა არის თქვენი პრობლემა. ეს ფული აუცილებლად უნდა იშოვოთ. ახლავე წახვალ და მოიტანთ. თუ 6-ის ნახევარზე $300 არ დაბრუნდებით, თქვენს თავს დააბრალეთ. ამბობენ, არასოდეს ებრძოლო მას, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვსა. ახლა კი მივბრძანდი. გმადლობ. ვის ორეკავ? ჩემს ნაცნობ დიზაინერს. ვის? ღმერთანო თუ არ გახსოვს. ხშირად ვახსენებ ხოლმე. აქვე ახლოს ცხოვრობს. ავტომობასუხი აქვს ჩართული, არ პასუხობს. ამ უბანში არავის იცნო. არა, არავის. ჩვენი ცხოვრების შესახებ საიდან იცის? რა დაუშავეთ? არაფერი დაგუშავებია საყვალეო. არანორმალურია. სამსახურიდან იცნობ.
მითხარი რამე ხომ არ დაუშავე. არა მგონია ისეთი რა უნდა მექნა რომ ბავშვი გაეტაცებინა. რა ვქნა 15 წუთი დაგვრჩა. ღმერთო. არ ვიცი რამე უნდა მოვიფიქროთ. ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით. ნილ. თქვენი დახმარება გჭირდება. გთხოვთ მომისმინეთ. მე ნილ რეინდელი ვარ. ეს ჩემი ბარათია. ეს ჩემი ცოლია. ფული გჭირდება და თუ შეგიძლიათ გვასეცხეთ. იქნებ შეხვედრაზე მაგვიანდება. არა, მოიცადეთ. გთხოვთ ჩვენ შვილს. იცით? არ გინდა ნილ. თუ არ დაგვეხმარებით, ჩვენი შვილი მოკვდება. თავს თუ არ დამანებებთ, პოლიციას გამოუწახებ. ნილ თავი დაანებე. რაღაც მოვიფიქრე. ვიცი რაც უნდა ვკრათ, წამოდი. აბადიეთ. ამ სამანჯურის გაყიდვა გვინდა. 2000 გადავიხადე. $300 გვჭირდება. სწრაფად. ძალიან გვეჩქარება. ყალბია. $20 მოგცემთ. რა? ყალბი არ არის. გაგიშტე? მართლა 2000 გადავიხადე. საკმარისია. გაგეხუმრეთ. $200 მოგცემთ. სასაცილოა. 300. გამორიცხულია. კარგი. სხვა რამეც მაქვს. გამომართვით. $300 მოგვეცით. ახლავე. სწრაფად 2 წუთი დაგვრჩა. აქეთ. საწავიდა. სერ? საწავიდა. აქ იჯდა. საწავიდა. არ ვიცი სერ, არ დამინახავს. ზუსტად აქ იჯდა. წუხარ სერ. საწავიდა მეთქი. დროზე მოხვედით. მომეწონა აქაურობა. ლამაზ ცოლთან ერთად სიამოვნებით მოვიდა და კაცი. ანგარიში გაასწორე ნილ. კარგი, გვაპატიეთ. რაღაც მინდა გთხოვა. დაძაბული ნუხარ. ამას საუს ფრანკლინის ქუჩის 20 ნომერში მიიტან. პირადად უნდა გადასცე. სადგურზე დაგელოდებით. რა უნდა? ების რაღაც დავავალე. დამშვიდი. რა არის? არ ვიცი. მე მომეც მე წავიდე. დამშვიდი ნილ. სად მიდიხარ? მინდა უკეთ გაგიცნო. იქნებ საერთო ბევრი გვაქვს. ჩანდაბა. დამშვიდი ნილ. კარგი, წავიღებ და მოვა. კარგი. ფრთხილად იყავ. კარგი. თავად იყავი ფრთხილად. სანერვიულო არაფერია. პოლიციაში რომ მივიდეს? გამორიცხული სულაც არ არის. ვიცი რომ არ მივა. ები, მოიცადე. ნაბიჯვარო. თავი დაანებე, კარგი? სიბრაზე ცუდია, ნილ. წამოდი. მამა. გამარჯობა. ხმა არა მოიღო, თორემ შენი შვილი მოკვდება. მამა. გამიხარდა შენი ნახვა. როგორ ხარ შულა? აქ რას აკეთებ? რა ვიცი, სამსახურის საქმეზე ვიყავი. შენ? ამობაჩი რა გინდა? მითხარი, აქ რას აკეთებ? კორი კოლეჯში რომ გავიცანი, ხომ იცი ის გოგო? ამ ქუჩაზე ცხოვრობს და გამოუარე. გასაგებია. შენ როგორ ხარ? კარგად. მუშაობ, ბევრი საქმე მაქვს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ. აბა დროებით. დროებით შულა. კარგი. გინდა მანქანით გაგიყვანოთ. კი? ნილ. ერთი რამ გავიწყდება. თუ დაიგვიანებ, შენი ცოლი მოკლავს. არ გახსოვს? მართალია. მაბადია შულა. ახლა არ გწალია. მოგვიანებით გნახავ, კარგი? კარგი.
წარმოუდგენელია. შვილი ყოლია და მაინც ასე მოგვეკეცი. ეს ყველაფერი რომ გაიგოს რას იტყვის? ამაზე არ გიფიქრია. ამაზე არ გიფიქრია? თავის შეყვარებულს რას ეტყვის? როცა მამამისის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გამოჩნდება. მითხარი, ამაზე არ გიფიქრია? რას აკეთებ? სამსახურში საქმე როგორ მიდის? ამბობენ რომ სარეკლამო სააგენტოში სტრესული სამუშაოა. მართალია? ხალხს სიცოცხლეს ამიტომ უწარებთ? რაზე ლაპარაკობ? ამ ადგილს ვერცნობ არა? მეხუთე სართული პირდაპირ. ეს მერგის ინდუსტრიის მთავარი ოფისია. გსმენია მათ შესახებ? რა თქმა უნდა გსმენია. მათ მილიონებზეც გაგონილი გექნება. დარწმუნებული ვარ ამის გამოჩენას არ იცურვებდი. კორპორაციის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მისაღებად რამდენი გადაიხადე? ეს ხელში როგორ ჩაგივარდა? მშვიდი. ეს მხოლოდ ასლია. ორიგინალიების აქვს. და ყველაფერი გარკვევი წერია თეთრზე შავით. დრო, შეხვედრის ადგილები. მოკლედ როგორ დაითანხმე ის ხალხი კონტრაქტის დადებაზე. საინტერესოა ამის გამოჩენას რა შედეგი მოყვება. ალბათ შენი კომპანიის რეპუტაცია განადგურდება. თუმცა კარლი მაინც არ შეგიცულებს ნილ, ასე არ არის? ბატონი კარბერი გასულია, დამიტოვეთ და გადავცე. არა, მირჩევნია პირადად გადავცე. კარგი, დაბრძანდით. ჩემი განადგურება გინდა არა? შენი განადგურება არ მინდა ნილ. და ამას ახლავე დაგიმტკიცებ. ერთ ჩანს მოგცემ. შეაჩერე. რა? შეაჩერე. მიდი. ჯანდაბა. ებ. ნილი ვარ. ეს კონვერტი არ დატოვა. რა? ახლავე რა გიხსნი? ახლავე წამოდი, გესმის? ახლავე წამოდი. ჯაც მითხრა უნდა გავაკეთონი. სოფიზე იფიქრე. ახლავე წამოდი, თხოვ. რასაც გვეუბნება უნდა გავაკეთოთ. წამოდი სწრაფად. მითხრა წამოვიდესო. კარგი. დროა მოიწურა. არა, ები, არა. ხებადიათ, მისტერ კარვერი გწინდებით. არა, ები, ძალიან გთხოვ, არა. ები, არ გინდა. არა, გთხოვ. ჯანდაბა, ები, არ გინდა. არა. ჯანდაბა. მედი მოძიე. ვიცი რომ ძალიან გინდა. ვიცი რა გამახსენდა, შენი სიტყვები რესტორანში. ხვდები რას გულისხმობ? ასე თქვი მისტერ რენდელი ვარო. არ გეწყინოს, მაგრამ გული მერე ვარ, როცა საკუთარ თავს ასე მოიხსენიებენ. ხომ ხვდები?
მგონია რომ ამ მიცხვებზე გავლენას მოახდენ. საშინელება და საწოდავი ხარ. რა თქმა უნდა, შენთან შედარებით საწოდავი ვარ. შენ ყველაფერი გაქვს. კარგი სამსახური, დიდი სახლი, მაგარი ცოლი. ჩანდაბა. კინაღამ გითხარი ლამაზი შვილი მეთქი. მოდი გავიგოთ რას აკეთებს. რვაას 27. მე ვარ. ყველაფერი რიგზია? კარგი. კარგია. ჩემი შვილი დამალაპარაკე. კარგი, მე შევამოწმებ. აი მოდის. ძალიან მომხიბლელია ნილ. არ ეჭხობა. აბადია სხვა გზა არ მქონდა. ო, ვიცი. ისმინეთ, რაღაც მაქვს ასაღები. აქ დამელოდეთ. რაც გითხარი, რატომ არ გააკეთე? იმიტომ რომ იმას ვაკეთებ, რასაც ის მეუბნება. ხომ გითხარი, წამოდი მეთქი. სოფის საფრთხეში ვერ შევაგდებდი. არაფერი მოხდებოდა, თვითონ მითხრა დაურეკეო. გასაგებია, მაგრამ რომ არ დამეტოვებინა რა იცი რას ისამდე. ები, ის გვეთამაშება, ნუ თუ ვერ ხვდები. ხო, ხვდები. კიდევ კარგი. არ მესმის რა გინდა. ამის შემდეგ კიდევ მეტყვი რომ შენი კარიერა შენთვის მეორე ხარისხოვანია. ფუფუნებაში რომ ცხოვრობ და გავიწყდა? ხო, შინჯდომა და სოფისთან თამაში, ნამდვილი ფუფუნებაა. ბაბათია, ჩემი ბრალია ბავშვი რომ აკიდა. ეყოფილო არ დამნაშავე. ეგ არ მithქვა. თუ გავიწყდება რომ სოფი ორივეს შვილია. იმ ტიპს უნდა რომ ერთმანეთს დაგვაჩხუბოს. თავი დამანებ. დიახ, სწორედ ეს უნდა. მომისმინე. არა, იცით საკმარისია მთელი ცხოვრება შენ რომ გისმენდი. საკმარისია გესმის. ახლა შენ მომისმინე. კარგად მომისმინე. შეგიძლია დანარში დაბრუნდე. ახლა ამის დრო არ არის გესმის? გონს მოდი. აბადია. ნილ, ტელეფონი დარჩენია. იმ თავს დაურეკა. ნომერი გავიგოთ. სწრაფად. სწრაფად. მოიცადე. სწრაფად. 5-5-5-1-2-1-5. სხვა ნომერიც უნდა იყოს. დადე სწრაფად. დამაცადე. ჩქარა. მინდა რომ ეცაიღოთ. ლამაზი სიურპრიზი გელოდებათ. მეტროთი წადით და 1 საათში აქ იყავით. ეს რა არის? აქ დაგელოდებით. არა. რა თქვი? რაც გაიგე. ნილ, წამოდი. გამშვიდიები. იცი ამ ყველაფრის მიუხედავად შესანიშნავი მამაა. უგეთავს მობეძრებ ნილ. ციბრაზე საციანოა. იცოდე, არ გამაბრაზა. ფეხები არავის მოაჭამო, ნაბიჯვარო. შეწყვიტეთ. გთხოვ თავი დაანებე. გაუში გთხოვ. ეს გინდოდა არა? ეს გინდოდა? გაუშვი. ყველაფერს გააკეთებს. ამ ხუთს 1 საათში მიიტანთ. ორჩა. დამშვიდი საყვარელო. კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. არ გინდა, ძალიან საშიშია. ნედავრა აქვს ჩაფიქრებული. ჩვენი განადგურება უნდა. ნელ-ნელა განადგურებს. იმ ნომერზე დავრეკავ. არა, დაგიჟდი. რომ დარეკა უთხრა 827-ია. უნდა გავიგოთ.
იქნებ სასტუმროს ნომერია. არ დაგვინახოს. სასტუმროა. ალერტონ კროუნ პლაზა. ვიცი ეს სასტუმრო. ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. აქედან შორს არ არის. დაგეხმაროთ? 1 საათი გვაქვს. მოპატიეთ. უნდა დაგვითმოთ. ძალიან გვეჩქარება. გვაპატიეთ. ბოდის გიხდით. ხომ არ გაგიჟდით? ჯანდაბანე და რა არის? ახლავე გავხსნით და გავიგებ. ნილ. სხვა გზა არ გაქვს ები. უნდა გავიგოთ. დავშვედი, სოფის დავიბრუნებთ. არ უნდა გვაჭობას. წამოდი. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რით შემიძლია გემსახუროთ? ხომ ვერ მეტყვით? აკაჩერდნენ 40 წლამდე შავთმიანი ქალბატონი და გოგონა ვარდისფერი ქურთუკით. კარგი. მითხრეს გოგონა მშვიდად იყავი. მიდი, დაელაპარაკე. აპატიეთ, სამრეცხაო აქ არის. დიახ, ქალბატონო. კარგი. საყვარელო. საყვარელო. წამოდი სწრაფად. დიდი მადლობა. კი ბეზიადი. ამის შემდეგ იქნება ამ ხარეს. ტელევიზორის ხმა. აქ დამიცადე, ხო? ფრთხილად იყავი. თუ რამე მოხდა პოლიციას დავურეკავ. გონია ყველაფერი გამაგივა. გონია რომ ყველა დაჭკვიანი ხარ. ერთი რამ მითხარი ნიელ. რას გქნობ როცა გათამაშებენ? ჩვენი შვილის დაბრუნება მინდა. ები. სად არის? სად არის? არ გინდა სხვა რამე ჩაიცვა ები?
იქნებ არც ისეთი სრულყოფილი ხარ, როგორიც მე მგონია. იქნებ მას არაფრით ჯობი ხარ. დაბიჭვარო. თავი დაანებე. ხელი არ ახლა. დამშვიდი. მოდი ები. ჩაიცვიები. მიდი. არ ჩაიცვა? არა. მოდი, ჩაიცვი. თავი დაანებე. რატომ? თავი დაანებე მეთქი. რატომ? იქნებ მოწონს. თავი დაანებე. რატომ იქნებ მოწონს? თავი დაანებე, შენ აბიჭვარო. არა, ნიუ. რა ხდება? წინააღმდეგი ხარ, რომ შენი ლამაზი ცოლი სხვის თვალწინ გაშიშულდეს? არ გინდა. არ გინდა გთხოვ, ჩავიცო. მიდი ები. მიდი. რელიზი მომზადებულია სრულად ქოლმის მიერ. არ გაიძრე. შეხედე. კონი სიამოვნებს კიდეც. რა სიტყვი? მოსწონს მსხვერპლის როლის თამაში. დარწმუნებული ვარ ასეთი რამ არასოდეს უგზნია. მიდი, ჩაიცვი კაბა. მიდი ები. აი ასე. ასე კარგია. რა სურნელი აქვს? ეს კოშმარი რომ დამთავრდება, მოკლავ. მაგრამ ჯერ არ დამთავრდება. არა. როსაც გლოდები, თორემ მათ ვეღარაცოდეს ნახავ. როსაც? სად უნდა ვიყო? პასუხი აქვია ნილ, შენ წინ. საათი რომ დარეკავს. ადგილზე უნდა იყო. საინტერესოა მოასწრებ თუ არა ზუსტად 8 საათზე. რა საბაბ? იქნებ ვისკი მგონება გაგინათოს. ჯანდაბა, მითხარი, სად უნდა მოვიდე? მითხარი, ნაგავო. მითხარი. წამოდი. სწრაფად. წამოდი. გინდა რომ შული დაიბრუნა. შენი აზრით? კარგი. მაშინ მანქანიდან გადადი. ჯანდაბა. საათი რომ დარეკავს.
დარბაზზე. ჯანდაბა. გისმენთ, უკვე მენატრებოდი. კოჩქზე ვარ. დაგაგვიანდა. არა, რაც მითხარი გავაკეთე. მოვედი, მოვასწარე. არა, დაგაგვიანდა. ვერტო ჩემო, რა გინდა ჩემგან? სათქმელი არაფერი მაქვს. გემშვიდობები. რა? არა, მოიცადე. ნიუ, საყვარელო მომისმინე. დროა მოიწურა. სად ხართ? რას აპირებ? გამოდი და შევხედა ნილ. სად? გადმოიხედა ნილ. ერთი ნაბიჯი გადმოდგით და ჩამოიხედა ნილ. ახლა. ხომ არ გეშინია? ჩიტმა ამბავი მომიტანა სიმაღლის არეშინიო. კიდეზე ვარ. ვერ ხედავ რომ კიდეზე ვარ. ების უნდა რომ უკანასკნელად დაგინახოს. არა მოიცადე, არ დახვიდე. დავალება ვერ შეასრულე. მე გხედავთ. კიდეზე არ დგახართ, თორემ დაგინახავდით. მინდა რომ დაგინახო. ფეხზე დადექი. მოიცადე. კარგი. კარგი. მე გხედავთ. ადექი ნილ. ადექი მეთქი. არ გინდა გთხოვ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურად. აქ ვარ. უთხარი უკან დაიხიოს. ძალიან მთხო. კიდეზე ვარ. არ ჩანს. უთხარი უკან დაიხიოს. საკმარისია. მთხო. ძალიან მთხო. თავი დაანებე. ჩაჯექი. მოისმინე. მნიშვნელობა არ აქვს დაიგვიანე თუ არა. მის წაყვანას მაინც ვაპირებდი, მაგრამ ჯერ არ იცის. ასე რატომ მეკცევი? რა დაგიშავე? რა? რატომ? მაინც ვერ მივხვდი ნილ. რაც გულისხმობ? პასუხი მანდ არის. ძალიან ახლოს. მოძებნე. სად? შენს ხვერწინ. მანდ არის. აიღე. ვინც არ რისკავს შამპანურს არ სვამს. ეს რას ნიშნავს? გეტყვი რასაც ნიშნავს. პრობლემა ისე მოაგვარო, რომ ვინც ამ პრობლემას გიქმნის, გაანადგურო. ახლა შენი ცოლ-შვილი მე მყავს. ისე გაგანადგურებ, რომ თვალსაც ვერ დაახამხამებ. გასაგებია? მითხარი, რას აპირებ? რას ვაპირებ? ამას შენს ფანტაზიას ვანდობ, ნილ. მხოლოდ შენს ფანტაზიას. მოიცადე. თკბილად დაიძინე. ები. არა, არ მჯერა.
არა. კარგი, ახლა მივხედავ. გასაკეთებ. დახმარება მჭირდება. ისმენთ. ჩემი ცოლ-შვილი გაიტაცეს. ის კაცი შეშლილია. ჩემი ცოლ-შვილი გაიტაცა. ჩემი მანქანა წაიყვანა. Range Rover-ი. რო 83. ერთი ქალი ეხმარება, რომელსაც ბავშვი დაუტოვეთ. მისტერ რენდელი ბრძანდებით, არა? ნილ რენდელი. ცოტა ხნის წინ თქვენს მეუღლეს ველაპარაკე. აქ იყო. რა? მოიწმინეთ, როდის? რას ამბობთ? ნახევარი საათის წინ. ჩემს ცოლს ველაპარაკეთ? დიახ, კარგად არის, ყველაფერი ამიხსნა. მითხრა რომ მოხვიდოდით და ამ ამბავს მოიგონებდით. ყველაფერს გააკეთებდით, რომ შეგეჩერებინეთ. რას ამბობთ? რას ნიშნავს შემეჩერებინა? მან მიგატოვათ. არა. არ მიუტოვები ვარ, არა. იმ ტიპმა აიძულა ამის თქმა. დამეჯერეთ. ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. ძალიან ჭკვიანია, ძალიან. ჩვენი შვილი გაიტაცა. გვაშანტაჟებს. გვაიძულებს ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც მოითხოვს. მისმინეთ, ვიცი ახლა რასაც ხსნათ. ერთი წლის წინ მეც მიმატოვა ცოლმა. კინაღამ გავგიჟდი. გონიათ ეჭვიანი ხმარი ვარ? დამეჯერეთ, ის კაცი დამნაშავეა. მისმინეთ. თქვენ ნასვამი ხართ. თვრალი არ ვარ. ეს მან მოაწყვა. დავშვიდით და შინწადით, გამოფხიზლდით. შეეცადეთ ამ ამბავს შეეგულოთ, კარგი? აქ დროს ტყუილად კარგავთ. დადით, შინ დაბრუნდით. ყველაფერი რიგზეა. საყვარელო. დამშვიდ. როგორ ხარ? არ მომკარები. არ დამიმალა. ყველაფერი დაუშავებია. მაიძულა რომ პოლიცია ლისთვის ტყუილი მეტყვა. მეგონა რომ იქიდან გადმოვარდი და ცოცხალიც აღარ მეგონა. მე კი მეგონა რომ ვეღარასოდეს გნახავდი. ვეღარასოდეს გნახავდი და ყველაფერი დავკარგე. დამშვიდ. დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა გძნობთ. რასაც გეტყვით, ყველაფერს შეასრულებთ. არ დაგავიწყდეთ. გასაგებია, მისტერ რენდელ. კარგია, უკვე ერთმანეთის გვესმის. უკან დასხედით. რასაც გვეტყვის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
მითხარები. იცოდე ეს. ამ სიტყვების გაგონება ძალიან ძვირად დამიჯდა. ხვდებით, სადაც მივდივართ. სად? იქ სადაც შენაპირებდი მისვლას. შენს ბოსს უნდა შევხვდეთ. მნიშვნელოვან ადამიანს. კარლ გრენჯერს. ვიცოდი რომ ამას შენ სამსახურთან ჰქონდა კავშირი. შეიძლება. დამიჯერე მართლა არაფერი ვიცი. არაფერი. საყვარელ სახლში უბრუნდებით. ჯერ შენ გადადი. გზა გვიჩვენე. რა უნდა უთხრა? სიმართლე უთხარი. გადადი. წადი. ნილ. რაღაც მინდოდა მეკითხა და დამოვიწყდა. რა? რა შეგიძლია? რა? რისი გაკეთება შეგიძლია იმისთვის, რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ დაკარგო? ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ოჯახი დავიცვა. მართლა? გასაგებია, ძალიან კარგი. თუ ასეა კიდევ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. მიდი. მინდა რომ მოკლა. ნილ, ხომ გაინტერესებდა ეს ყველაფერი რისთვის იყო საჭირო? აი ამისთვის იყო. შეშლილი ხარ. არა. არ შემიძლია. შენი ნება. მაგრამ თუ არ მოკლავ სოფის, ვეღარასოდეს ნახავ. ერთი რამ დაიმახსოვრე, ფეხებზე მკიდი არა დამემართება. არ შემიძლია მე. ნუ მე გამათები ნილ, ამ სახლში ერთი ადამიანია, თუ 10 წუთში არ მოკვდება, სხვები დაიხოცებიან ნილ. გინდა ეს კოშმარი კიდევ გაგრძელდეს? 10 წუთს გაძლევ.
ღმერთო. როგორ შემაშინე? ჯუდი. აბა ზანაში ვიყავი. მეგონა ვეღარ გნახავდი ნიუ. ღმერთო, საშინლად გამოიყურები. რა გჭირს? რომ დარეკეებისთან ერთად იყავი არა? როგორ არის? კარგად. კარგად. გონია რომ კარგთან ხარ არა? მენდობა. მოდი. ქურთლუგი გაიხადე. არა. აქცივა. კარგი. მაშინ მოდი ცეცხლთან გადვი. დალევ? კი. გმადლობ. სახლს როგორ მოაგენი? მეგონა დარეკავდი. ვიცი ასე რატომაც ხარ. დაიღალე არა? დრო ბევრი გვაქვს დაისვენე. ნიუ, გონია მე არ ვნანავ. ფრანგულ რესტორნებში სიარულს ჯობდა აქ მოვსულიყავით. ახლა შეგვიძლია ერთად ყოფნით დავტყვეთ ხომ ასეა? მითხარი ხომ ასეა? არა. ნიუ. ნიუ. რა მოხდა? რამე დაბაშავე? არა. რაღაც მოხდა. მითხარი რა მოხდა? ეს კაცი ვინ არის? ჩემი ქმარია, ტომი. დღეიდან მისი სახეც გეცოდინება. ახლა სად არის? ხომ იცი სადაც არის? სანადიროდ წავიდა. აქ ამიტომაც ვართ. რა ხდება? ტომმა ასე რატომ დაგაინტერესა? ადრე არასოდეს გიკითხავს. შენი აზრით ეს ამბავი რომ გაიგოს რას იზამს? საიდან უნდა გაიგოს? მიპასუხე, რას იზამს რომ გაიგოს? არ ვიცი, ალბათ ინერვიულებს. არ მისმის მასზე რატომ ვლაპარაკობთ? მითხარი რა ხდება? მან სოფი გაიტაცა. რა? შენს ქმარს ჩემი შვილი ყავს. ჩემი შვილი. ტომ სოფი რატომ უნდა ჰყავდეს? რას ამბობ? იმიტომ რომ ჩვენი ამბავი იცის. რა? ყველაფერი იცის ჯუდი. აბატი. ტომმა იცის? და ჩემ შვილს მოკლავს. რა? თუ შენ იანე, ნუ მაშინე. მითხარი რა ხდება? მე მოკრება რომ მოკლავს. რა საკეთებ? არა. არა. ნიუ. არა. 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 თავი დამანება. არ შემიძლია. მოკალი. ტომ. ახლავე მოკალი. არ შემიძლია. არა. არ შემიძლია. ეს შემიძლია. სიცოცხლის სანაცვლოდ. დარეკვა საკმარისია. გთხოვ. მიდი ნილ, დროზე. ტომ. არა. მიდი ახლავე. არა. მაპატი. არა. ნიუ. არა.
აი ხედავ. ხედავ როგორ უყარხარ. ნაგავა, შენ ნაბიჯვარო. ეს მხოლოდ რა მხოლოდ? ვიცი რისი თქმაც გინდა. აქ საქმეზე მოხვედი. სერიოზული არაფერი გქონდათ. უბრალოდ ერთობოდით, პირში აძლევდი. და მეორე დილით იმ ტუჩებით მე მკოცნიდა. თუმცა რა მოხდა? დიდი ამბავი. ამისთვის ადამიანი არ უნდა მოკლა. მაშინ მითხარი რა ვქნა? მითხარი. ადექი. შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ ნილ? სამსახურში დადიხარ. დილაობით ვარჯიშობ, შიმბრუნდები, ბავშვებერები. ჯერ შენ სტოლში მაv, მერე კი ჩემსას. ლამაზი დღე ასე სრულდება არა? დამპალო. მაგრამ სინამდვილეში ჩემს სულს კი არ ხმარობდი ნილ. არა. მე მხმარობდი. გესმის? მე მხმარობდი. სწორედ მე. მოდი მაგოცე ნილ. მოდი ნილ. დამპალო ნაბიჯვარო. დამპალო ნაბიჯვარო. არა. გთხოვ, არ გინდა. გთხოვ. კარგი. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ჩემი შვილი სად არის? სად უნდა იყოს? თავის სახლშია. რა ხდება? კარგად ხარ? აქედან უნდა წავიდეთ. ის სად არის? ყველაფერი დამთავრდა. მითხარი რა ხდება ნი? მართალი იყავი. ყველაფერი ჩემი სამსახურის გამო მოხდა. კარლზე შურის ძიება უნდოდა. ჯუდი იქ რას აკეთებდა? რა? ფანჯარაში ჯუდი დამინახე. მომისმინე საქმე ჩვენ სამსახურს ეხებოდა. გასაგებია, მაგრამ ჯუდის იქ რა უნდოდა? იცი ძნელია სახსნელია. ამან შეიძლება ჩვენს კომპანიას საფრთხე შეუქმნას. კომპანიას? ეხუმრები? არა, არ გეხუმრები. გამაგებინე რა ხდება? გთხოვ. მართლა გინდა სიმართლე გაიგო? ხო. გაინტერესებს ასე რატომ მოგეცა? ხო, მითხარი. ჩემზე იძია შური. რატომ? ის ჯუდის ქმარია. მერე? ჯუდი კარლის საყვარელია. მაგრამ ამანიაკს ეგონა რომ მე ვიყავი. წარმოგიდგენია. ახლა სოფის უნდა მივხედოთ. მითხრა რომ სახლშია. უნდა დავბრუნდე და ვნახოთ. კარგი. კარგი, წავიდეთ. რას აკეთებ? სიგარეტი მინდა. კარგი, მე მოგწევ.
შენ აქ ნახე, მეზე ვითავალ. Sophie. Sophie. მოდი ჩემთან საყვარელო, მოდი ჩემთან. როგორ ხარ? მამა. იმ ქალმა რამე დაგიშავა? რა? იმ ქალმა ვისთანაც დაგტოვეთ, დაგიშავა რამე? მითხარი. არა, დახუჭაბანას ვთამაშობდით და გავერდეთ. მოდი ჩემთან შემოსიხარულო. ხომ იცი მამიკოს როგორ უყვარ ხარ? ხომ იცი? ხო, კარგი. კარგი. ები, ბავშვი კარგად არის. ები? ები. ვიცი. ბელიზი მომზადებულია სრულად ქოლმის მიერ. ვიცი. იცი? ები. მე ები. ები. მოდი. თვალებში შემომხედა და ისევ მომატყუე. არა, მითხარი როგორ გიყვარვარ. ძალიან მიყვარხარ ები. მისმინე, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს ამბავი დავივიწყოთ. ვიცი რომ შევძლებთ. დღეს კინაღამშვილი დავკარგეთ. გესმის? კინაღამშვენი სოფი დავკარგეთ. მადლობა ღმერთს რომ დავიბრუნეთ. სოფი წაიყვანეს და ჩვენ იქნება რაც წაუყვანიათ. რას ამბობ? ხომ იცი რომ გაიტაცეს? თქვენ არასწორად აკრიბეთ ნომერი. გთხოვთ კიდევ ერთხელ სცადოთ. ეს მხოლოდ თამაშია გესმის? რასაც ქალბატონი გეტყვის, ყველაფერი გააკეთე. სახლიდან არ წაუყვანიათ. ძიძასთან ერთად სასიამოვნო დღე გაატარა. ჩემი შვილისთვის საუკეთესო ძიძა შევარჩიე. საუკეთესო. მახედა მიგე. ყველაფერი თავიდანვე იცოდე. არც ისეთი იდიოტი ვარ, როგორიც გეგონე. ასე როგორ მომეკეცი? შენ როგორ მეკცეოდი ნილ? მატყუებდი და მომცირებდი. შენი აზრით კიდევ რამდენ ხანს უნდა მომეთმინა? ები. ეს არაფერს ნიშნავდა. უნდა დამიჯერო. დამიჯერე ები. შენი მჯერა. ჯერა. მაგრამ ჩემთვის ბევრ ამას ნიშნავდა. ჩემთვისაც და მისი ქმრისთვისაც. და ამის გამო უფლება მიეცი რომ მთელი ფული დაგვიკარგა? არა, ფული არ დაგვიკარგას ნილ. კარიერა ხომ გამინადგურე? არა, ვწდები. არ ვწდები. დაგინახე იმ კაცს კონვერტი რომ გადაეცი. რა დაინახე ნილ? დაინახე კონვერტში რა ითო? აიღე? ხო. კარგად თამაშობ. მივხვდი რომ ღალატობდი ნილ. ისევე როგორც დენვერში. იცი ეს რა მტკივნეულია.
ხვდები მაინც რას ვგრძნობდი. ერთ საწოლში ვწვებოდით. როცა მე მეფერებოდი, სულის გალი მახსენდებოდა. ყველაფერი დამთავრდა. შენი მესმის. ჯერ არ მომნანო, მაგრამ აღარ მინდიხარ. აღარ მინდიხარ. ისევ ყველაფერი გაქვს. სახლი, სამსახური, კარიერა. სოფიც ყოველთვის გეყოლება. ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო. ერთი რამის გარდა. შეიძლება არ ღირდა ასე გარისკო, მაგრამ მე მიღირდა ნილ. მინდოდა რამდენიმე საათი შენცის განგეცა და რასაც მე ვგრძნობდი. ეჭვი. უიმედობა. სიმარტოვე. ღალატი. ხომ მიგრძენი. ხომ მივხვდი რა საშინელება ყოფილა. მივხვდი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.